პიესმა კიდევ ერთი შესანიშნავი ქართული სანახაობა იხილა. ქართული სულის გამოძახილი და სიდიადე ლადომესხიშვილის თეატრის სცენაზე ბავშვთა ქორეოგრაფიულმა სახალხო სანიმუშო ანსამბლმა მთიებმა გააცოცხლა. მთიებმა ამ შესანიშნავი საღამოთი, რომელიც 15 წლის იუბილეს მიეძღვნა, საზოგადოებას საოცარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის დიდმა და პატარა მოცეკვავეებმა ისეთი ცეკვები შეასრულეს, როგორიცაა ხორუმი, აჭარული, ნარნარი, აფხაზური, როკლა და სხვა. შედგა დაუღალავი შობის შედეგად თქვენი მხარდაჭერით, მადლობა თქვენ ყველას, რომ დღეს აქ ბრძანდებით, გვაფასებთ, გვესწრებით, შეფასება თქვენზე მოგვიდია, თქვენ წინაშე იდგა ანსამბლი მთიები, 160 ბავშვი. მადლობა ჩემს უსაყვარლეს თემს, ჩემს ძმებს, ჩემს მეგობრებს. გუჩი დიდი მადლობა. ყველა ხელოვანმა კარგად ვიცით, რომ არა თქვენი ემოციები, რომ არა თქვენი დაში ასე ლამაზი საღამო არ შედგებოდა. ჩემი აზრით ეს ისია. ოჯარ ფედა მადლობა მთიებს, ყველა თქვენ შემოგაგებით ეცნებით თქვენ წინაშე. გილოცავთ დღევანდელ დღეს ბავშვთა დაცვის დღეს და რასაკვირველია 15 წლის იუბილეს და კიდევ ერთხელ გამარჯვება. საიუბილეო საღამომ ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიების შემდეგ ანსამბლ მთიების სტუდიის წინ ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც მოცეკვავეები, მათი ოჯახის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.